ევრობიუროკრატიის მხილებას კი ახლა სანდრო გამსახურდიასთან ერთად გავაგრძელებ. მოგიყვებით ევროკავშირის საფარქვეშ არსებულ მტრობის კავშირზე. როგორ ებრძვიან ევროჩინოვნიკების სუვერენიტეტს და მშვიდობას. ევროპა სუვერენული ერების მტერია. ამას ამბობს ვიქტორ ორბანი, გაერთიანებაზე, რომელიც დემოკრატიის სახელით წევრ და კანდიდატ ქვეყნებს პირდაპირ მნიშვნელობით უკრძალავს დამოუკიდებლობას და ითხოვს უსიტყვო მორჩილებას. შტატებიდანაც აღარ აქვთ მთლად სახარბიელო შეფასება ბრიუსელში მყოფებს. აჯანყდით ბრიუსელის წინააღმდეგ. უნგრეთის პრემიერმა უნგრელებს ბრიუსელის წინააღმდეგ აჯანყებისკენ ომის საწინააღმდეგო აქციაზე მოუწოდა. მხარდამჭერებს ისიც უთხრა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქართულ ხალხს და საერთაშორისო აქტორებს დიდი ხანია ეუბნება, რომ ევრობიუროკრატია ევროპას და შესაბამისად უნგრეთსაც ომისკენ მიაქანებს. მოგვიანებით ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის მმართველები ცენტრალიზებულ იმპერიას აშენებენ. სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით ბრიუსელი ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებს. ცენტრალიზებულად მართული სისტემა ნიშნავს უნგრელი ფერმერების ნაკლებ მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის შემცირებას, კომუნალური გადასახადების არ შემცირებას და უცხოური მრავალეროვნული კომპანიებისთვის მეტი ძალაუფლების გადაცემას. ჩვენ უარყოფთ ევროპის შეერთებულ შტატებს. ევროკავშირმა ევროპის სუვერენული ერების იდეას, რომ გადაუხვია, თბილისში არაერთხელ უთქვამთ და ბრიუსელს ეს სულ ახლახანს იმ ქვეყნიდანაც უთხრეს, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მთავარ გარანტად სახელდებოდა. ამერიკის კონგრესის იურიდიული კომიტეტის პოლიტიკური ანგარიშში წერია, რომ ევრობიუროკრატიისთვის არასასურველი კანდიდატების წინააღმდეგ სუვერენული ქვეყნების არჩევნებში ჩარევა ბრიუსელისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ისევე როგორც განსხვავებული აზრის ცენზურა სოცქსელებსა და მედიაში. ევროპული ერები იმსახურებენ მათი სუვერენიტეტის პატივისცემას, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დრო ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღუდგინოთ ცალკეულ ერებს, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. და როგორც შვედი ევროპარლამენტარი ამბობს, ევროკავშირში დემოკრატია დღეს ელიტის მიერ მართულ პრაქტიკად იქცა. ევროკავშირის მთავრობისთვის დემოკრატია გადაიქცა ელიტის მიერ მართულ პროექტად, რომ ხალხს სასურველი მიმართულება მისცენ და ეს ძალიან სახიფათოა. თქვენ უნდა იცოდეთ თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი სინამდვილეში. ბრიუსელში თუ მოხვდებით, ქალაქში ყველგან დაინახავთ წარწერებს დემოკრატიის შესახებ. მიუხედავად ამისა, ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს. ყველა სმაგიერ 27 ადამიანი 5 წლის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას. თუ ეთანხმებიან თანამედროვე პოლიტბიუროს პოლიტიკას, მაშინ მათი მხარდაჭერა შენია, ფული და კეთილგანწყობა. იმ შემთხვევაში კი თუ პოლიტიკის წარმოებას სამშობლოს ინტერესებით აპირებ, დიდი გამოწვევები გელის წინ. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში ფაქტობრივად თამაშგარი დარჩენილი ბრიუსელი სულ უფრო ხშირად დგამს იმ ღირებულებების საპირისპირო ნაბიჯს, რომელსაც თავის დროზე ეს გაერთიანება დაეფუძნა. და ამ პოლიტიკის ნაწილია სუვერენული საქართველოს დამორჩილების მცდელობები. ბოლო ასეთი გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერა იყო. ევრობიუროკრატები თითქმის 4 წელი ამ თემით ვაჭრობენ და ცდილობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარა შანტაჟის იარაღად აქციონ. ცდილობენ დღესაც საზოგადოებაზე ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა იმისთვის, რომ მიაღებინონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, მაგრამ არის სრულიად არაეფექტური, არაფრის მომცემი, რადგანაც კიდევ ერთხელ არათუ მხოლოდ დიპლომატიური პასპორტები, საერთოდ უვიზო რეჟიმის თემატიკა რომ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მე ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი, მისთვისაც დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ქვეყნის წინსვლა, პროგრესი და მომავალი საკუთარი შვილებისა არის იმდენად მაღალი თამასის მატარებელი ღირებულება, რომ საპირწონეთ ამას ვიზის ასაღებად რიგში დგომა ვერაფრით ვერ მიადგება. ანუ მოხდა ის, რასაც 2007 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ლისაბონის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ყოფილი ევროპარლამენტარი დანიიდან იენს პიტერ ბონდი ამტკიცებდა, რომ ეს ხელშეკრულება უფრო მეტად ცენტრალიზებულ კავშირს შექმნიდა და ამომრჩევლებისთვის ძალაუფლების წართმევით შეამცირებდა ეროვნული დემოკრატიის ხარისხს. რატომ საუბრობ დემოკრატიულ დეფიციტზე ყოველ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოებიდან სხვა დონეზე ან პროცესში გადადის, თქვენ არა მხოლოდ ახორციელებთ ცენტრალიზაციას, არამედ გადაწყვეტილების უფლებას ართმევთ ამომრჩევლებს და მას საჯარო მოხელეებს გადასცემთ. ამგვარად გადაწყვეტილების მიღების პროცესი ნაკლებად დემოკრატიული ხდება.
ბრიუსელიდან მომდინარე მუდმივი რყევების, დაფინანსებული, მაგრამ ვერ შემდგარი რევოლუციებისა და წარუმატებელი მუქარების შემდეგ ევრობიუროკრატები საქართველოსთან საბოლოოდ 2024 წლის ნოემბერში დამარცხდნენ. როდესაც ჩვენი ქვეყნის არჩეულმა ხელისუფლებამ კავშირს იმ დროისთვის მათ ხელთარსებული შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტი გამოაცალა და მოლაპარაკების გახსნის თემით სპეკულაციის საშუალება არ მისცა. ევროკავშირმა საქართველოს გამოუცხადა ღია მტრობა უკვე წლებია და ამ ბრძოლაში ევროკავშირი საქართველოსთან, ქართულ ხალხთან დამარცხდა და ეხლა ეს დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის უკვე მერამდენჯერ შემოღება არის გავს ბრძოლაში მარცხის შემდეგ შორიდან მუშტების ქნება. ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებში ისმის აქა-იქ ისმის საღი აზრი. სამწუხაროდ ეს საღი აზრი ამ ეტაპზე ვერ მძლავრობს გაბატონებულ წესრიგზე, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ნაკარნახევი deep state-ის და ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან. ქართული დიპ პასპორტების ფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან მხარი 25-მა დაუჭირა. ბრიუსელის უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები უნგრეთი და სლოვაკეთი. საქართველოს მსგავსად ორივე სახელმწიფო წინ ეროვნული ინტერესების და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას აყენებს. ისინი ღიად უპირისპირდებიან ევრობიუროკრატიას და ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ორივე ეს ევროპული ქვეყანა ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ დასახდეს წარმოადგენს. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად ძალიან მტკიცედ დგანან. აქტიურად თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენ მათთან ძალიან მჭიდროდ მუშაობთ. ევროკავშირში და მათ შორის ევროპარლამენტში არიან ადამიანები. ბრიუსელის უსამართლო გადაწყვეტილებებს რომ არ ეგუებიან და რეალობაზე ღიად საუბრობენ. თუ როგორ იქცა ერთ დროს დემოკრატიის ფლაგმანი ევროპა პოლიტიკურ მოძალადე სუბიექტად. ქართველი დიპლომატებისთვის დიპლომატიური ვიზების შეჩერება გახლავთ გზავნილი, ასევე მცდელობა რომ მოსახლეობაში სახელი გაუფუჭონ საქართველოს ხელისუფლებას. ზუსტად იმავე ვხედავთ უნგრეთის მიმართაც. ევროკომისია მკაფიოდ აცხადებს ამ გზით, რომ თუ უნგრეთი კიდევ ერთხელ აირჩევს ვიქტორ ორბანს, ეს ქვეყანა ფულს დაკარგავს. ბრიუსელის შანტაჟის პოლიტიკაზე და საქართველოსადმი ევრობიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა თბილისში ოფიციალური ვიზიტისას ხორვატიის პრეზიდენტმა. ნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს ეს პოლიტიკოსები, რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არც ერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელება მცირე, პოლიტიკურად იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან. ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ამ ქვეყანას, ხდება ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. ცხადია, დიპლომატიური პასპორტებისთვის შეზღუდვის დაწესება შედეგის მომტანი ვერ იქნება. ეს უფრო ფუჭიტყვიების გასროლას გავს. შანტაჟი, რომ საქართველოს მოქალაქეებზე არ მოქმედებს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ჩვენ ვამბობდით ამას ხალხის ძალა 2-3 წლის წინ, რომ ზოგადად ევრობიუროკრატიას deep states ეს ევროპაში იქნებოდა თუ ამერიკაში, მიზანი ჰქონდა, რომ საქართველოში ნომერი პირველი, მეორე ფრონტი გაიხსნა, თუ ეს ვერ მოხერხდებოდა უკანონოდ შეეცვალა ხელისუფლება, რაც საჯაროდ აღიარეს, რომ უნდათ რომ სააკაშვილი მოსულიყო, იმიტომ რომ ომს გაბედავდა, ეს პირდაპირ ათქმევინეს უკრაინის ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე ყველა ბერკეტს გამოიყენებდნენ. თუმცა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ისო ხალხის სიმართლით შევაიარაღეთ, საზოგადოება სწორ მხარეს დადგა. ანუ დადგა მშვიდობის მხარეს, დადგა ოჯახური სიწმინდის და არა LGBT პროპაგანდის მხარეს. საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლებია სწორედ ევროპული ფონდებიდან დაფინანსებულ შეუმდგარ რევოლუციებს და სიტუაციის არევის მცდელობებს ადევნებს თვალს. სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და ეროვნული პოლიტიკის გარე ძალებისგან დაცვის მიზნით ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. გამჭვირვალობის და გრანტების შესახებ კანონი სწორედ ამ რისკებს აზღვევს. ყველას გვახსოვს, როგორ ხმალამოღებული იბრძოდნენ ევრობიუროკრატები საქართველოს ხელისუფლების ამ ინიციატივის გამო. ამბობდნენ, რომ ამ კანონებით საქართველო რუსულ ვექტორზე გადავიდა. ახლა კი ბრიტანეთი და ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიდგომებს ამკაცრებენ. ევროსაბჭო ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას საქართველოს თხოვს. ერთი რამ უკვე ყველასთვის ნათელია. ევროპა, რომელიც დემოკრატიულობის მაგალითად მიიჩნეოდა, მოქმედი ბიუროკრატების ხელში ორმაგი სტანდარტების და სხვა ქვეყნების ეროვნულ პოლიტიკაზე ძალადობის პოლიგონად იქცა. მაგრამ შანტაჟი აღარ მუშაობს და საქართველოს ეს ბრძოლა უკვე მოუგო ევროჩინოვნიკებს. მათ ახლა ის გადარჩენიათ, შორიდან ადევნონ თვალი ქვეყანას
რომელმაც საკუთარი ეროვნული ინტერესები დიპლომატიური პასპორტით მინიჭებულ პრივილეგიებზე არ გაცვალა.